კონცერტები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენები და სოფლის ცნობათი თბილისობის დღესასწაული გრძელდება. ღონისძიებებს დილიდან ესწრება ნათია ორულაშვილი და ისევ პირდაპირ ეთერში გვეტყვის სად რას უნდა დავესწროთ. ნათია, გისმენთ. რიყის პარკში გრძელდება თბილისობა და არ წყდება ხალხის ნაკადი. მე კი ვთქვი წინა ჩართვაში, რომ აქ ყველაზე მეტად აქ ყოფნა სავარაუდოდ გურმანებს მოეწონებოდათ, მაგრამ პატარებიც არანაკლები სიამოვნებენ რიყის პარკში მოსვლით, რადგან აქ მათთვის ძალიან ბევრი გასართობია, ბატუტი, ანიმატორები, სახის მოხატვა, ხატვა და ასე შემდეგ. რიყის პარკში იმყოფებოდნენ დედაქალაქის მთავრობის და საკრებულოს წარმომადგენლებიც, რომლებმაც დღესასწაულის სტუმრებს თბილისობა მიულოცეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებები დილიდან ძალიან აქტიურად დაიწყო. კულინარიის ფესტივალი, ისევე როგორც სხვა ძირითადი სპორტული გასართობი ღონისძიებები ყველა კატეგორიის ადამიანისთვის, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის მიმდინარეობს და ძალიან წარმატებით. საკმაოდ დიდი ინტერესია და ხალხმრავლობა და არწმუნებული ვარ, რომ თითეული მათგანი დარჩება კმაყოფილი. გაიხსნა ძალიან ლამაზად. თბილისობის დღესასწაული საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ, ხვალ უკვე თბილისზე მზრუნველები დაჯილდოვდებიან, ხოლო ზეგ ორშაბათს საკრებულოს შენობაში გიწვევთ ნომინაციებში გამარჯვებულები ვიცით, რომ დაჯილდოვდებიან ხვალ ლიტერატურისა და ხელოვნების დარგებში, ასე რომ ზეიმი გრძელდება. შეიძლება გავერთო და ბავშვებისთვის ძალიან ბატუტები ლამაზებია და სახეებზე ცხადავენ და ძალიან მოგწონს ყველაფერი. ძალიან ბევრი ატრაქციონებია აქ. და საინტერესოა. ეს რაც შეეხება რიყეს, ხოლო ხილის მოყვარულებს შეუძლიათ ჩარდენის ქუჩას მიაკითხონ, სადაც ხილის ფესტივალი მიმდინარეობს. დამსწრეებს შეუძლიათ დააგემოვნონ 1000-მდე სახეობის ხილი და გარდა ამისა ყვავილების გამოფენა გრძელდება შარდენის ქუჩაზე. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს როგორც ტრადიციულად ყვავილების გამოფენა და განსაკუთრებით მოწონთ სტუმრებს ყვავილის გვირგვინები. თბილისობა გრძელდება ქარვასლაში, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა დღის ბოლომდე იქნება გახსნილი. მოვედი ხილის და ყვავილების ფესტივალზე, დავაწნევინე გვირგვინი ქრიზანთემებისგან და ასკილისგან და მომწონს დღევანდელი დღესასწაული. ყველა ტექნიკა, რაც კი საქართველოში არსებობდა და რაც არის აღდგენილი, თავისი ლურჯის უფრების ჩათვლით, ნაქარგობები, ფარდაგები, მუსიკალური ინსტრუმენტები, შევეცადეთ, რომ ყველაფერი წარმოგვედგინა, რაც კი შეიძლებოდა ხის სათამაშოების ჩათვლითაც კი. სადღესასწაულო ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება. ამ წუთებში კი ევროპის მოედანზე ქართული, თურქული და ამერიკული სამხედრო ორკესტრების მონაწილეობით კონცერტი იწყება. მადლობა, ნათია ორულაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.